გამარჯობათ. მე გახლავართ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი. ასე რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ასტროფიზიკასთან, ასტრონომიასთან და ათეულობით წლობით განმავლობაში მუშაობ აბასთუმნის ობსერვატორიაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე გამიჩნდა სურვილი და ეს ძირითადად იყო ეს სურვილი არ იყო დამოუკიდებლად მიღებული, არამედ იყო ბატონი გიორგი კილაძის შემოთავაზება, რომ დამეწერა მონოლოგი რაღაც ასტრონომიულ ობიექტებთან დაკავშირებით. პირველი რაც მომივიდა თავში, ეს იყო დამეწერა ბერენიკეს თმების ნისლეულის მონოლოგი. იმიტომ რომ ეს რაღაც ძალიან გამორჩეულად ლამაზი და ძალიან საინტერესო ისტორიაა. შევეცადე ეს მხატვრულად აღმეწერა მთელი ეს ისტორია, რაც დაკავშირებულია ბერენიკეს თმების ნისლეულთან, რომელიც ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც დაიბეჭდა გალაქტიონში. ეხლა წაგიკითხავთ მე სწორედ აი ამ ბერენიკეს თმების ნისლეულს. მე ბერენიკეს თმები ვარ, უმშვენიერესი, ტალღოვანი, მოელვარე და მოციმციმე ნისლეული, რომელიც ნაპერწკლებად აელვარებული არქტურის, შვიდვარსკვლავა დიდი დათვისა და დიდებული, მეფური ლომის თანავარსკვლავედებს შორის საუცხოო ქალ კონფიგურაციადაა გამოსახული. კაშკაშა რეგულიც აქვეა, მოციმციმე ალკორი და მიცარით. და როგორც წვრილ-წვრილი ბრილიანტების მტვერი, მათ შორის ჩემი თანავარსკვლავედი გაბნეულა. არ გაინტერესებთ აქ როგორ მოხვდი, ახლავე ყველაფერს გიამბობთ. სულ თავიდან დავიწყებ. ეს მოხდა ეგვიპტეში, ძალიან დიდი ხნის წინ. თითქმის 2300 წელი გავიდა მას შემდეგ. პირამიდების ქვეყანას მართავდა პტოლემე მესამე ევერგეტი, შვილი პტოლემე მეორე ფილადელფოსისა, რომელმაც ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დააფუძნა. ფარაონის პტოლემე მესამე ევერგეტის მეუღლე იყო ბერენიკე მეორე, დედოფალი, რომელიც განთქმული იყო თავისი მშვენიერი, ულამაზესი ქარვისფერი თმებით, კოჭებამდე რომ სწუდებოდა. მის თმებს ლექსებს უძღვნიდნენ პოეტები. მთელი ქვეყანა ამაყობდა დედოფლის ოქროსფრად ბრწყინვალე თმებით, რაც არა მარტო მისი მშობლიური ქვეყნის სიამაყე იყო, შორეული ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მნახველები, რათა ეხილათ ეს საოცარი ბზინვარე ტალალები. ფარაონი ვერ ცხებოდა ბერენიკეს თმების სიმშვენიერით და ამაყობდა ასეთი ლამაზი და გამორჩეული მეუღლე რომ ჰყავდა. მაგრამ მათი ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ფარაონს თავის ლაშქართან ერთად გამგზავრება მოუწია, რადგან ასირიელებთან ბრძოლა გარდაუვალი იყო. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. 3 წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ფარაონის სახლიდან იყო წასული. ბერენიკე ძალიან განიცდიდა და ღელავდა მეუღლის ბედზე. ამიტომ მან კითხა ფარაონის წინასწარმეტყველს, კონონს, რა უნდა გაეკეთებინა, რომ მისი მეუღლე სახლში საღი და უნებელი დაბრუნებულიყო. კონონმა ურჩია დედოფალს, რომ შეეწირა თავისი მშვენიერი თმები სიყვარულის ქალღმერთისათვის, აფროდიტესათვის, რომ მისი ქმარი სახლში მშვიდობით დაბრუნებულიყო. კიდევ რამდენიმე კვირის დაძაბული მოლოდინის შემდეგ ფარაონი დაბრუნდა სახლში, ცოცხალი და უნებელი. მთელი ქვეყანა სიხარულმა მოიცვა. გამარჯვებას ზეიმობდა გახარებული იყო დედოფალიც, მაგრამ მან უთხრა მეუღლეს თავისი აღთქმის შესახებ, შეეწირა თავისი თმები სიყვარულის ქალღმერთისადმი. დანაყვლიანდა ევერგეტი, მაგრამ დედოფალი ვერ დაარწმუნა გადაეთქვა თავისი სიტყვა. დედოფალი შევიდა ტაძარში. ქურუმებმა ბერენიკეს თმები შეკვეცეს და ულამაზესი თმები სამსხვერპლოზე ზვინად დაახვავეს. მეორე დღეს ფარაონი მივიდა ტაძარში, რომ ეხილა ბერენიკეს თმები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამსხვერპლო ცარიელი იყო. თმები გაქრა ტაძრიდან. ფარაონი გაცეცხლდა. ქურუმები შეკრიბა და მათ ადანაშაულებდა ყველაფერში. იქვე ადგილზე გადაწყვიტა მათი დასჯა, მაგრამ საქმეში ასტროლოგი კონონი ჩაერია. მან უთხრა ფარაონს, არა თქვენო ბრწყინვალება. ეს არ არის ქურუმების შეცდომა, ნუ ადანაშაულებთ მათ, საღამომდე მოიცადეთ და მე გაჩვენებთ, სად არის ბერენიკეს თმები. როდესაც დაღამდა, ვარსკვლავ მრიცხველმა წაიყვანა ფარაონი ისეთ ადგილას, სადაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ხელისგულივით ჩანდა და უთხრა,
შეხედეთ, განა თქვენ ვერ ხედავთ თქვენი მეუღლის კულულებს, აჟურული ნაკსოვივით ერთმანეთ შეჯგუფებულს და ისეთნაირადვე ოქროსფრად გამწყინებულს, როგორც დედოფლის თავზე იყო შემოგრაგნილი. ბერენიკეს თმები მხოლოდ ერთადერთი ტაძრისთვის ძალიან ლამაზი იყო, ამიტომ ღმერთებმა ისინი ცის თაღზე მოათავსეს, რომ მთელ ქვეყნიერებაზე ყველას შეეძლოს მათი ხილვა და დატკბობა. და ახლა იქ ქალწულის, ლომის, მენახირის და მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედებს შორის სუსტი ვარსკვლავების დიდი რაოდენობა ციმციმებს. სწორედ იქაა ბერენიკეს თმები განთავსებული, როგორც თანავარსკვლავები. ასტრონომმა აუწყა ყველას, რომ დაღამებამდე ჰელიოსი ზეციდან ჩამოვიდა და ბერენიკეს ოქროსფერი დალალები ცაზე აიტანა, სადაც მთელი სამყარო დატკბებოდა მათი სილამაზით. ფარაონი ამ ახსნა-განმარტებით კმაყოფილი დარჩა და ბერენიკეც გახარებული იყო, რომ აფროდიტემ ასე დააფასა მისი ერთგულება და სიყვარული. ბერენიკეს თმებს, ანუ ჩემს თანავარსკვლავედს, ლათინურად კომა ბერენიკეს ჰქვია. კომას ლათინური მნიშვნელობაა თმები თავზე. ის ლათინურიდან ბერძნულში გადმოვიდა, როგორც სიტყვა კომე, რაც ნიშნავს გრძელთმებიან თავს. ასევე ნისლეულს კომეტის თავის გარშემო ჯერ კიდევ არისტოტელე იყენებდა ბერძნულ სიტყვას კომეს, როგორც კომეტის კაშკაშა შლეიფის დასახელებას. არისტოტელემ გამოიყენა მის მიერვე შედგენილი სიტყვა კომეტეს, როგორც ამ ციური ობიექტის კომეტის სახელწოდება. ამიტომაც ჰქვია კომეტას კომეტა, ანუ გრძელთმებიანი ვარსკვლავი. ქართველები კი უძველესი დროიდან კომეტებს კუდიან ვარსკვლავებს უწოდებენ, რასაც სხვა ენებში ანალოგია არ აქვს. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩემს თანავარსკვლავედს. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ თავისთავად სახელი ბერენიკე ძალზე მნიშვნელოვანია ეგვიპტელი ფარაონების მეუღლეებიდან 4-ს ერქვა სახელი ბერენიკე, მაგრამ ჩემი დედოფალი ბერენიკე მეორე ყველაზე სახელგანთქმული დედოფალი იყო. ამიტომ ჩემი თანავარსკვლავედით სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული. თავად სახელი ბერენიკე მაკედონური წარმოშობისაა, ხოლო სიტყვა ბერენიკე ბერძნულად ნიშნავს გამარჯვების მომტანს. ბერე ბერძნულად წარმოითქმება როგორც ფერე და ნიშნავს კონდეს. ნიკე კი გამარჯვება, ანუ ვიქტორი. ჩემი ქალბატონის სახელი ბერძნებმა მოგვიანებით მიანიჭეს ქარვას. მისი როგორც განსაკუთრებული დედოფლის სახელი დაარქვეს ლიბიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქს, თუმცა შემდგომ მისი სახელწოდება სამწუხაროდ შეცვალეს და მას ჰესპერიდები დაარქვეს, დასავლეთის მითიური სამოთხის მცველების სახელი. ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედი კი სულ სხვა რამეა, თუმცა მქრქალად მოცემციმე, მაგრამ ულამაზესი თანავარსკვლავედი. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები ცდილობდნენ ჩემი სახელწოდების შეცვლას და დაჩემებას. თუ გსურთ ჩამოგითვლით, რამდენი მეტამორფოზა განიცადა ჩემმა დასახელებამ, თუ კონფიგურაციამ. გინ დაიჯერეთ და გინდა არა, მაგრამ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ერასტოფანემ მე არიადნეს თმები მიწოდა, როდესაც ის აღწერდა არიადნეს გვირგვინს. თუმცა მოგვიანებით მან ჩათვალა, რომ მე მაინც ლომის თანავარსკვლავედს მივეკუთვნები და მე მომიხსენიებს როგორც ბერენიკეს თმების კულულს, მოკვეცილს ბერენიკეს თავიდან. ეს ცოტა უფრო ახლოსაა სიმართლესთან, ასე არ არის. შემდეგ კი დამიბრუნეს ჩემი ჭეშმარიტი სახელი, ბერენიკეს თმების სახელწოდებით. მაგრამ რა გინდა, თითქმის 2000 წელი დამჭირდა, რომ სათანადო ადგილი დამემკვიდრებინა თანავარსკვლავედთა შორის. რატომ? ასტრონომები თვლიდნენ, რომ მე ამორფული წარმონაქმნი ვიყავი. ხან ლომის თანავარსკვლავედს მიმაერთებდნენ, ხან ქალწულის თანავარსკვლავედის ნაწილი ვიყავი, ან კიდევ მხოლოდ ნაწილობრივ ვიყავი თანავარსკვლავედი. მხოლოდ ტიხო ბრახემ, უდიდესმა დანიელმა ასტრონომმა და მე-17 საუკუნის ყველაზე საუკეთესო ასტრონომმა დამკვირვებელმა 1602 წელს ყველაფერი მოაწესრიგა და თავის კატალოგში შემიყვანა როგორც დამოუკიდებელი გამოცალკევებული თანავარსკვლავედი, იმ სახელწოდებით, როგორც ამჟამადაა მიღებული. ბოლოს და ბოლოს სამართლიანობა აღსდგა. კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებოდით ჩემს შესახებ, მაგრამ ვშიშობ თავი არ მოგაფესროთ. ამიტომ ვამთავრებ ჩემს მონოლოგს, თუმცა გპირდებით, რომ აუცილებლად დაგიბრუნდებით. საუკეთესო სურვილებით, ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედი.